ტესტი უნდა ჩავაბარო ეხლა. ხო, ტესტი გაქვს. რა ვიცხოთ? ყველაზე დიდი სიამოვნება, ყველაზე დიდი ბედნიერება მამობაში. რა არის ნიკა? თქვენი აზრით რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე მამებისა? როგორი იყო ნიკა ამაშუკელი სანამ მამა გახდებოდა და როგორია ნიკა ამაშუკელი მამა? დიდად შევიცვალე პიროვნულად თქო, არა უფრო რბილი დავრბილდი შეიძლება ითქვას რა, იმიტომ რომ ძალიან ხისტი ადამიანი ვიყავი რა. იმას მარტო მამა აკერია. მამა ესე იცი, დადის და მამა. დილით გამოვა თუ წასული ვარ მეძებს და ბურთს ვაძლევ რაგბის ბურთს და მოწონს და რაღაცა. არ ვიცი თუ გამომიცხადა რაგბზე მინდაო, არ ვიცი, რა ვიცი. შობლის მხარდაჭერის ფაქტორი. აბა. ეს უპრეცედენტო არის. ამიტომ მანდ მივხვდი. მამა ჩემს აქ კიდე ერთი უნდა ვამხილო ეხლა რა გავაკეთო, იმედი არ მიწყენს ძალიან. საერთაშორისო მამობაზე გადავედი ეხლა მსოფლიო ჩემპიონატზე იმხელა ბულინგის ხორპლი გახდნენ, იმხელა მედია ჰეითი წამოვიდა დიდ თამაშებზე, მსაჯებზე, რომ შვილების გამოყვანა მოუწიათ 3-4 კვირა სკოლიდან. ხალხი რას კადრულობს, ვიცი ხალხი რომ ფოტოებს ამბებს მართლა შოკი იყო. სიჯები მისდიოდა წლები რომ აი ვიცი ჩვენი შვილები და დავხვდებით და ყელს გამოვჭეთ ღმერთმა ეხლა წარმოიდგინე ისეთ რაღაცებს ვამბობ და ძალიან რთულია მამისთვის ეგეთი რაღაცების მოსმენა. ვინც შოტლანდიელები იყვნენ ლოჟაში მაგათმა გაგინეზო, მერე ფრანგებს რომ მიეცი წითელიო, მერე ფრანგებმა გაგინეზო. შოტლანდიელები მოსაკავად მომდევდნენ რა თქმა უნდა. აეროპორტში რომ პასპორტი მივეციო, შენო მეცნობიო საიდანღაცო დაცვა. სულ მქონდა ნიკა ესეთი რაღაც ვიტყვი ამ სხვას მუღამი რომ ჩემ შვილებთან ერთად სოფელში მომეპარა სიმინდი და რას თამაშობ ხოლმე? აი რაღაცა ქათმობანას რომ რაღაცა გარბის კრახ და მივდევ და დღემდე უყვარს ეს თამაში, აი 9 წლის არის და მე და მამა ჩემსაც მქონდა წიწილობანა არ დამოვიწყდება ეგ თამაში, იმიტომ რომ სანამ რაგბიზე შევიდე მეკარე ვიყავ. გვაქვს გამოიწერეთ შესანიშნავი არხი. ქართული YouTube არ არის მარტო შაურმიშალა და გინება, ბევრად კაი რაღაცები ხდება. ტესტი ჩაფარებულია.